ასეთი ზედაპირი არის აქ ამომწვარია, დაზიანებულია, დაკაწრულია მთლიანად. გვინდა რომ გავაკეთოთ მოკლედ რა, ძალიან მენანება ეს მაგი და გადასაგდებათ და ნახოთ როგორი გამომივა. აქეთ მწვადის იწვება მეგობრებო, ასეთი გემრიელი. ფეხებში მერჭობა ოსულოა ესეთი რაღაცები 2 თითა მეუბნება და მოგესალმებით მეგობრებო. დღეს განსხვავებული ვიდეო მექნება. პირველ ვიდეოში ვინც მიყურა, იქ ვახსენე რომ არ იქნებოდა სულ ჭამის ვიდეო და მომზადების ვიდეო. დღეს განვაახლებთ ძველ მაგიდას, რომელსაც გადაგდებას უპირებდნენ და მე ვუთხარი რომ მე ამ ყველაფერს შევძლებდი და გავაკეთებდი და მოვამზადებდი მოკლედ ისე რომ ახალივით იყოს ეს მაგიდა. აუცილებლად დაგჭირდება ინსტრუმენტები, რის გარეშეც ვერ ვიმუშავებთ. დაგჭირდება ასეთი ორბიტალური ზუმფარა, რაზეც ეგრეთ წოდებული შკურკები ეკრობა. დაგჭირდება ასევე ზუმფარები და განსხვავებებსაც გეტყვით მოკლედ. ამას აწერია თავისი ციფრები, ყველა ზუმფარას რა, თქვენს რო ნახავთ, რო იყიდით, ყველა ზუმფარას აწერია თავისი ციფრი. ანუ რაც უფრო მაღალი ციფრი აწერია, ნიშნავს რომ უფრო სუფთა არის. ანუ ნიშნავს რომ სუფთად გაგეშკურკავთ ზედაპირი. რაც უფრო დაბალი ციფრი აწერია, აი ამას მაგალითად აწერია 40. 40 ნიშნავს რომ უფრო უხეში არის. ჩვენ დავიწყებთ ჯერ 40-ით გაშკურკვას, შემდეგ გადავალთ და გავშკურკავთ უფრო სუფთა პირით. ასევე დაგჭირდება ხის ლაქი, დაიცავს ზედაპირს, რომელიც იქნება ჩვეულებრივი ეფექტი აქვს, როგორც ვიცი, რავი, როგორც ვიყიდე, მითხრეს რომ რამოდენიმეჯერ თუ გადაусმევ, უფრო გამუხდებაო. ასევე დაგჭირდება ასეთი ფუნჯი და დამხმარე ინსტრუმენტები რა, ამის გარდა კიდევ სხვა ინსტრუმენტებიც გვაქვს და იმასაც დავიხმართ. რაც მინდა გითხრათ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი აუცილებლად, ძალიან მინდა რომ 1000 გამომწერზე ავიდე და გონია რომ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩემო მეგობრებო და აუცილებლად გამოიწერეთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო. წინა ვიდეოზე მინდა ვთქვა რომ ძალიან კმაყოფილი ვარ და უფრო მეტი შეგვიძლია, ნახვები საკმარისად დაიდო, რადგან ჯერჯერობით 400+ გამომწერი მყავს და ასე ვთქვათ რომ ეხლა ვიხოდებით, მოკლედ და კარგია რა, ძალიან კარგად მივდივართ და გამეხარდება თუ ძალიან მალე ავიყვანთ ჩვენს და ჩემს არხს 1000 გამომწერს. ასეთი კონტენტი აუცილებლად გაგრძელდება ჩემს YouTube არხზე, რადგან მიყვარს ხელსაწყოებით მუშაობა, რაღაცების განახლება, თან სოფელში როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რაღაცებია გასაკეთებელი, გასანახლებელი და ამიტომ იქნება ხოლმე ესეთი ვიდეოები ჩემთან და თან მივხვდები ხალხს დაინტერესდება, არ დაინტერესდება ზოგი რაღაცას ჩემგანაც ისწავლით, ერთად ვისწავლით რაღაცებს და მოკლედ ასე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში, აი ეს ინსტრუმენტები ყველაფერი უნდა მოვაცილო აქედან. და ესეთი ორბიტალური საშკურკი გვაქვს, რომელიც არის ელექტრო ელემენტებზე, არ მიყვარს ზოგადად კაბელიანი ტექნიკები. მარტივად აიღებ, დატენი ბატარეას და იმუშავებ ჩვეულებრივად. როგორც გითხარით, პირველი უხეში ზუმფარით დავიწყებთ 40-იანით ზედაპირის დაშკურკვას. დავიწყებ ხა, მთლიანად დავშკურკავ ამ ყველაფერს, კარგად გავასუფთავებ, შემდეგ უფრო ისეთი ნაკლებად უხეში პირითაც დავამუშავებ, რომ კარგი ზედაპირი მივიღოთ. ბოლოს შეიძლება ეგრეთ წოდებული ბაიცი გამოვიყენო, რომელიც უფრო მუქ ფერს აძლევს და შემდეგ დამცავი ფერისთვის ლაკი გამოვიყენო. ასეთი ზედაპირი არის აქ ამომწვარია, დაზიანებულია, დაკაწრულია მთლიანად და გვინდა რომ გავაკეთოთ მოკლედ რა, ძალიან მენანება ეს მაგი და გადასაგდებათ და ნახოთ როგორი გამომივა. მოიც ერთი კომენტარი უნდა გავაკეთო. ცოტა შევისვენეთ მეგობრებო და ერთი რაღაცი თქმა მინდა რა. მოკლედ 8 თითა ესეთ რაღაცას მეუბნება რომ რა იყო მაგის დედავატირება ამ ხელა ბალახში დამარბენინეფო. ერთი საგორიალებელი ბენზოსათიბელაო არ უნდა გამოგვიგზავნოს ვინმემო.
აი ესეთი თხოვნები აქვს 800-ს და იქნებ დაუკმაყოფილოთ და რამე კაი ბენზოსათი ბელა გამოგვიგზავნოთ რომ აი ეს ბალახი რა ვაჩვენოთ ერთი როგორი ბალახია ფეხებში მერჭობა ოსულო აი ესეთი რაღაცები 800-თა მეუბნება და იქნებ ვინმე რაღაცა პატარა ბარტერული შეთავაზება რაღაცა გავაკეთოთ მოკლედ და გული არ დავწყვიტოთ ჩვენს 800-ს რა მოდი აქ ბენზოსათი ბელა უნდა გაჩუქონ მალე მოდი აქ ბიჭო გინდა გაჩუქონ გინდა გაჩუქონ ბენზოსათი ბელა ფეხები გტკივა ხო აქ რო დარბი ხარ ფეხები გტკივა ხო ეხლა გამოგიგზავნიან მალე ხო დავაიქეთ მეგობრებო დავაიქეთ და 800-ს მალე ვაჩუქებთ ბენზოსათი ბელას რომ აქ ფეხები აღარ ეტკინოს და როგორც ფეხბურთის სტადიონი ეგრე უნდა გავხადოთ აქაურობა ხო გავაგზავნეთ მოკლედ დაზუმფარება გაკრიჭიკვილე მოკლედ დღევანდელი დღე არჩაიული და მაინც ჭამის გარეშე ჩვენი 800 აგერ არის და ბიჭები აქეთ აკეთებენ ახალ სიტუაციას სადაც მაყალი იქნება ისევ ჩვენი ლეგენდარული მაყალი და წვადები გვიქნება მალე რა მაგიდასაც მალე მორჩებით ცოტა დაგვრჩა დამიჯდა ეხა ბატარეები და აი ეს ღამ აქვს გასაშკურკი ეს პატარა ნაწილი და ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზი მაგიდა უნდა გამოვიდე საკმაოდ სქლად იყო დასხმული აი ეს ეზო როგორც ფეხბურთის მოედანიო ეგრე გახადეო 800-თა მეუბნება და უნდა ვინავარდო უფრო კარგათო მაგერ ეს ბიჭი ნადირო დაგრიჭეკვილები როგორც ყოველთვის მეგობრებო წვიმა დაიწყო ის მაგრამ ჩვენ საქმეს მაინც ვაგრძელებთ და დასასრულს უახლოვდებით რა ყავის შესვენები გვაქვს თან ხელოსანსაც ხო ჭირდება ხანდახან ყავა და დასვენება დავლიოთ მედია გადაიღებს და ისევ მინდორში გავაგრძელებთ მუშაობას მაგრამ მხოლოდ 800 არის მინდორში ახლა ლამაზად როგორც დარაჯი ნამდვილი მოვჩით პირველი პირის დაზუმფარებას მთლიანად ავიღეთ სქლად დასხმული ლაკი გადაუსვამთ ასევე უფრო თხელ შკურკას ნაკაწრები რაც დატოვა ამ უხეშმა ზუმფარამ მაგასაც გავშკურკავ რადგან გამოვიდეს უფრო სუფთა ზედაპირი და შემდეგ კარგად გავასუფთავებთ და დავიწყებთ საღებავის და ლაკის გადასმას ეხლა დავაყენებთ 80-იანს წეღან 40-იანი გვეყენა რომელიც უხეში ზუმფარა იყო ეხლა გადავალთ სუფთა ზუმფარაზე და დავიწყებთ აი ამ ნაკაწრების გასწორებას და გალამაზებას. გვერდებს რადგან აპარატით ვერ მიუდგებით, ხელით დავაზუმფარებ აი ამ ნაპირებს, რადგან აპარატი ვერ მივა აი ამ შოვებში და დავიწყებ ხა ამების გაშკურყვას. დავიწყოთ ხა სუბთაპირის გადატარება. ნაკაწრები რაც იქნება, ყველაფერს მოხსნის ხა ეს. აი ეს. მორჩით დაზუმფარებას, ასეთი სუფთა კარგი ზედაპირი მივიღეთ. ახლა დაგვჭირდება ასეთი ბაიცი, ეს არის ქართულად ხის ერთ-ერთი ფერი არის, მოკლედ, რითაც მივიღებთ ისევ იმ ფერს, რა ფერიც არის ამისი ძირი და ფეხები. მოკლედ, ფეხები ქონდა კარგი, მაგრამ ტრაკი არ ვარგოდა რა, ერთ სიტყვით რო თქვა ამ მაგითაზე და ეხლა ტრაკსაც შეულამაზეთ და გავასუფთავებ და გავალამაზებთ, მოკლედ. დავიწყებთ ახლა ბაიცის დატანას მაგიდის ზედაპირზე. აი ესეთი ფერი გამოდის. ამის გადასმას რომ მორჩებით და ეს შეიწოვს და შეშრება, შემდეგ დავიწყებთ ლაკის წასმას. ეს მაღალი
ძირსაც გავამაგრებთ წებოთი, ამოვშპაკლავთ ახლა აქ რაც აქ შესავსები, რომ მყარად კონდეს ფეხები. დანარჩენი ფეხების მდგომარეობა ნორმალური აქვს. აი ესეთი აქვს. სადაც ცარიელები აქვს, მაგ ადგილებს ამოუცებ, რადგან მყარი იყოს უფრო ზედაპირი. ესე. მანამდე ქვემოდანაც გაშრება. იმ ადგილებსაც შემდეგ დავშკულკავ, ისევ ამ ბაის გადავატარებ და ბოლოს ლაკი აუცილებლად და ნახოთ როგორი გამოგვივა. ძალიან მაგი დაშრება მეგობრებო, ბაღში შემოვედი. დავთვალიეროთ რა ხდება. აგე ბალი დავინახე. ჩამოვწყვიტოთ. ჭამოთ. ჩვენი ატმებით შევათვალიეროთ. ნაშვებიან. პატარა ნაყოფი თუ აქვს სადმე. აგერა. აი ჩვენი ატამი. აქეთ წითელი ბალიც გვაქვს. აი, აგერ არის ბალი. ბალიც მოწყვიდოთ, ჭამოთ. ძალიან გემრიელია. ალუბალიც დავაგემოვნოთ მანამდე. პატარა ალუბლები. აქეთ როგორც ვიცი, მარწყვიც უნდა იყოს. სადღაც მარწყვი გვეგულებაო. გავყვეთ. აგერ არის მარწყვი. მაგრამ თვითონ ნაყოფს ვერ ხედავ ჯერჯერობით. რა იყო ბიჭო, მარწყვი სულ შეჭამეთ, მაგის დედავატირე. იქით არის მალინა. აქეთ არის 8 თითა. მალინა ვჭამოთ მაშინ. ჟოლო, იგივე ჟოლო. აქეთ დავინახე წეღან და თუ დამიტოვეს ნახოთ. აი ეგერ არის. ჟოლო ძალიან გემრიელია. ხო? გემრიელია. ძალიან კაია. ძალიან გემრიელია. რაო? დურგალა გინდა? აი დურგალა. ესეთი ლამაზი ყვავილები გვაქვს ჩარგული. რაჯიშია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ლამაზია. ანა მაგიდის ზედაპირი შრება, ნახოთ აქეთ რა შვებიან ბიჭები. დაიწყო ცეცხლის ამბავი. შრომის შემდეგ აუცილებელია ჭამო ხორცი. გაშრა წებო, დავაზუმფარე მოკლედ. ერთგვაროვანი ზედაპირი მივიღე. ახლა ბოლო ეტაპი არის ლაკი, მოკლედ ლაკს დავასხავ. ესე. დიდ განსხვავებას ვერ ნახავთ. თავდაპირველად როგორიც იყო, იგივეა დაახლოებით. რადგან ფეხები კარგ მდგომარეობაში ქონდა და დაზუმფარებაც ძალიან გაჭირდებოდა. უნდა დაგვესვა იგივე ფერზე რა. და ამ ბაიცმა იგივე ფერი მის. ჯობია რომ კომპანიებმა ყური გვიგდონ და გამოგვიგზავნონ ბენზოსათიბელა. ერთად დავამუშავებთ ჩვენ ლამაზ შემოსასვლელს და გვექნება როგორც ფეხბურთის სტადიონი ისე. საკმარისია ლაკი. ახლა ამას კარგად გადავანაწილებ. რეალებს ხო? ასეთი გამოვიდა ჩვენი მაგი და დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი აუცილებლად. გვექნება სხვადასხვა მიმართულება, როგორც კერძების მომზადება, ჭამასმა, ასევე DIY კონტენტი. რაღაცებს გავაკეთებ ხოლმე, ძველ რაღაცებს გავარესტავრირებ, ახალ სიცოცხლეს შევძენ და ასევე გვექნება სამოგზაურო ვლოგი. ამის შემდეგი ვიდეო იქნება აუცილებლად რაღაცა ძალიან მაგარი კერძი, რასაც მოგვიანებით გაიგებთ და კიდევ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ მინდა მაგარი მაყალი გავაკეთოთ, მოკლედ რა, სვარკის
აპარატი გამოვიწერე, ხა მალე ჩამოვა და აუცილებლად ძალიან მაგარი გრილი გვექნება მალე. კარგად იყავით.